გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე და გადაცემას ვიწყებთ ტრადიციულად სოლიდარობას უცხადებთ ჩვენი გუნდის წევრ ონისეს ხადაძეს ჩვენს ონისეს მოგვენატრა ძალიან და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველა ძვირფასო მეგობრებო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველა იმ მოქალაქეს რომელიც გამოეხმაურა ჩვენ თხოვნას და გვერდში დაგვიდგა ფინანსური კრიზისის დროს შეგახსენებთ ვისაც გაქვთ სურვილი გვერდით დაუდგეთ ჩვენს გადაცემებს შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს კომენტარებში ვანო შოუს Facebook გვერდზე და ჩვენ YouTube არხზე აქვე დამატებულია სპეციალური რეკვიზიტები ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს გულშემატკივრობისთვის გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. რამდენიმე დღეა ზვირფასო მეგობრო სოფლიო საოპერო ვარსკვლავები სოლიდარობას უცხადებენ ბატონ პაატა ბურჭულაძეს მეც მინდა პერსონალურად მოვიკითხო ბატონ პაატა ბურჭულაძე აქედან ჩვენი ეთერიდან ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ ვერ ხვდებით რამხელა სოფლიო დონის ადამიანი გვიზის ციხეში ჩვენ ქართველები ამას ვერ ხვდებით კაცს რომელსაც სიცოცხლეშივე ძეგლს უნდა უხსნიდეთ და ქუჩას უნდა ვარქმევდეთ მის სახელს ჩვენ უბრალოდ ციხეში გვიზის ეს იგივეა არგენტინაში მესი რომ დაეჭირათ და ამერიკაში რობერტ დე ნირო რავი აი რაღაცა ესეთი ხალხის უცნაური იმიტომ ვართ რომ პაატა ბურჭულაძე შეგვიძლია ციხეში გვეჯდეს და მომღერალ უცნობს ტაშს უკრავდეთ ანუ ესეთი ხალხი ვართ რაღაცნაირი ბედნიერი ერი ვართ სამაგიეროდ მოდი დავიწყოთ ცენტრალური თემით რამდენიმე დღის წინ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის საიუბილეო სამიტზე აშხაბადში გაემგზავრა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამავე იუბილეზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოკლედ რომ ვთქვათ ვიწრო წრეში ჩატარდა იუბილე მხოლოდ ჩინაური დიქტატორები იყვნენ მხოლოდ ნელ-ნელა გვაპარებენ ამ ნეიტრალიტეტის თემასაც აქამდე თუ რუსეთთან ჰქონდა მსუბუქი ფლირტი ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ძვირფასო ტელემაყურებლო პირდაპირ რუსეთის საწოლში ჩავკოტრიალდებით რო იცოდეთ მაინც რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი ესე ჰაერზე მოტანილი სიტყვა არ არის კობახიძე უკვე ფაქტობრივად პუტინს მიუახლოვდა მალე ოფიციალურადაც შეხვდებიან აქ კიდე რა ხდება აქეთ მხარეს აქციასაც უკვე აღარ აწყობენ, კიდევ გაიძახიან მე იმასთან არ დავდგები, აგერ პუტინთან იდგა გვერდით ეს კაცი. და თქვენ რა გჭირთ ასეთი რომ ერთმანეთთან ვერ დგებით. ამიტომ ერთი ასეთი იდეა მაქვს, ერთმა ოპოზიციურმა პარტიის წევრმა დაიჭიროს ფურცლები და მეორე რაღაც ნახე რა მოიფიქრე. მეორე ოპოზიციური პარტიის წევრს დაეჯახოს. და ეს ფურცლები რომ ხო დაუცივდება და ორივე დაიკუზონ ასაკრეფად და ამ აკრეფვის დროს იქნება შეუყვარდეთ ერთმანეთი რამენაირად. აი რაღაცა ფილმის სცენარით რომ წავიდეთ, ესეთი იდეა მაქვს. ნუ ყოველკვირეულად მეგთავაზობთ გაერთიანების იდეებს. ნუ ამჯერად ეს იდეა შემოგთავაზეთ. მომავალ კვირას უფრო დავხვეწავ სხვა შემოგთავაზეთ, რომელიღაც აუცილებლად მოგეწონებათ. ირაკლი კობახიძე ამ ვიზიტის შემდეგ წესით უნდა იმალებოდეს და თავს არ ყოფდეს გარეთ, მაგრამ არა. პირიქით დიდ გულზეა და ევროპას აკრიტიკებს, ნახოთ მისი განცხადება. ევროკავშირი დღითი დღე წლიდან წლამდე სუსტდება. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. აშხაბადიდან გააკეთა ალბათ ეს განცხადება. თურმე ევროკავშირი დღითი დღე სუსტდება. მართლაც ძალიან სუსტდება ევროკავშირი. თურმე ეს ევროპელი ხალხი უდარდელად და კარგად რომ ცხოვრობენ, ჩვენ დასანახად ცხოვრობენ კარგად, თორე ისე სულს ღაფავენ. მაღალი ხელფასები კი აქვთ, მაგრამ ეგ მაღალი ხელფასები ჩვენს დასანახად აქვთ. თორე შიმშილით ზრებათ სული, მე არ ვიცი. და საერთოდ ევროპელი ადამიანები ჩვენზე დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ ესეც ჩვენს დასანახად. თორე ისე რამდენი ხნის მკვდრები არიან კაცპარიც. ქართული ოცნება აგრძელებს შეტევას დასავლეთზე. ამჯერად დონალდ ტრამპს ჟღალ მიმინოს მოულოდნელად დაესხა თავს ჩვენი უდაბნოს არწივი. ვნახოთ ირაკლის ზარქუას კომენტარი დონალდ ტრამპს. თავიდან დიდი შემართებით დაიწყო. ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში თითქოს ცოტა შეფერხდა. რატო გაჩერდა? ვერ ხვდები. აი როგორ აგიხარ ზესახელმწიფოს ლიდერზე როგორ ლაპარაკობს, აი წარმოიდგინე. აი როგორ ლაპარაკობს, იცი, აი უბანში რომ ბირჟაზე რომ ლაპარაკობ მე ხოლმე,
აი ლუძზე რო ლაპარაკობ, ადრე კაი იყო, ცოტა მე გააფუჭეს. აი რაღაცა ესეთი ტერმინოლოგიით ლაპარაკობს რა, დიპლომატიის ნოლი დიპლომატია, მოდი ესე დავარქვათ. დასავლეთში კვლავ აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას BBC-ის სიუჟეტის შემდეგ მოუწოდებენ საერთაშორისო გამოძიებისგან, ნახოთ როგორ პასუხს სცემს ამ მოთხოვნებს ქართული ოცნების სახეები, ნახოთ შალვა პაპუაშვილის კომენტარი. ყველგან საწამლავი არსად მოწამლული. ხედავთ როგორ მიუგო. მაგრამ გამოუვიდა შალვას ისე სხვათა შორის რო გითხრათ შალვა, ისე დაასახიჩრეთ ხალხი აქციაზე და არც ერთი მოძალადე არ დაგიჭერიათ. ფაქტიურად რომ ვთქვათ, ყველგან ნაცემები არსად მოძალადე. ხო, კარგად ჩაგიტყი შალო. შალო. მოდი ვნახოთ რას ამბობს BBC-ის სკანდალურ სიუჟეტზე დავით მათიკაშვილი. სურათს შეხედეთ ჯერ როგორ იყურება და მე კომენტარი. BBC-სგან ბოდის ველოდებით. მაგარი კაცი ელოდება BBC-სგან ბოდის. BBC-ის თანამშრომლები ყოფილან გაოგნებული მდგომარეობაში, ვიღაც გაურკვეველი პირის სახის ადამიანი ბოდიშის მოხდას ითხოვსო და ხომ არ იცით ვინ არისო. მათიკ, ჩვენი პოლიტიკის არისტოკრატო. შენ BBC-ს კი არა, პირადად გაერთიანებული სამეფოს მონარქმა ჩარლზ მესამემ და სრულიად ბუკინგემის სასახლემ უნდა მოგიხადოს ბოდიში და მოიდრიკოს შენს წინაშე. თავარია შენის ფოტო გაუგზავნე ფიუჟერით რომ გახარ ხელში. აი ესეთი ფოტოები. რომ მიხვდეთ ვისთან აქვს საქმე, მიხვდი? ვაგრძელებთ თემას და შემოგთავაზებთ ქართული ოცნების დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის გამანადგურებელ განცხადებას. ხაზგასმით გამანადგურებელ განცხადებას. ნახოთ რას ამბობს ის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასზე. კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე ცუდია კალასი გახდა. კაია კალასი ცუდია კალასი. ამას მოფიქრება ხო უნდა? კაია ცუდია უცებ. უცბად, ეს ხარტი გონება მაინც სხვა არის. ხარტი რო გაგონება. ეს როგორი იუმორია, იცით, ძვირფასო მეგობრებო, აი ღარიბაშვილიო თავიდან მართლა ღარიბაშვილი იყო და მერე გახდა მდიდარიშვილი. ან მაჭარაშვილი იმდენი ხანია პარლამენტში უკვე ძმარაშვილი გახდა. აი ასეთი ძალიან გთხოვთ გავს იუმორს მოარიდეთ ბავშვები და ეკრანზე მიაწერეთ მხოლოდ 60+ წელს ზემოთ ქვემოთ არ შეიძლება ამის მოსმენა. თუ 60 წელს ქვემოთ უფრო, ხო, 60 წელს ზემოთაც არ შეიძლება. შეიძლება საერთოდ შეიძლება ამის იუმორის. გურამ, ასეთ შეიძლება და ჟურნალისტის შეკითხვაზე რა. იცი, რას ამბობს კაია კალასი? ვინაა ეკალი? კალასი? ვინ კალასი? ჩვენი კახი კალასი. ზაღადაობა იქნებოდა. ეს როგორი იუმორია, იცით, ძვირფასო მეგობრებო, ხო ამბობენ უკბილო ხუმრობაო. ეს უკბილო კი არა, უღრძილო ხუმრობა არის პირდაპირ. საერთოდ ღრძილი კი არა, ქვედა ყბა მთლიანად არ აქვს. მე ვფიქრობ, კახი კალასის და ირაკლის ზარქუას სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა. კაია კალასი, ცუდია კალასი. აი, რა გინახთ ხალხო მართლა, აი, მე ხომ არ ვცეკვავ სამეჯლისო ცეკვებს. იმიტომ კი არა რომ ვინმე მიშლის. არა, მიყვარს ცეკვა კაცო, უბრალოდ არ მიხდება ცეკვა, თორე. და ეს იუმორი რომ არ გიხდებათ და არც იცით, შეკაიადო რას იტანჯავთ თავს, ან ჩვენ რას გვტანჯავთ, ან რა გინდათ საერთოდ. ქართული ოცნება კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას. ახალი კანონებით უკვე მერამდენეთ არ ღვევენ ადამიანის უფლებებს. მორიგი კანონი რის დამტკიცებასაც აპირებენ, ეს არის რეესტრის შექმნა ერთგვარი ბაზები, რომლებშიც აღრიცხავენ ნარკოდამოკიდებულ, ალკოჰოლ დამოკიდებულ და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს. ეს ძალიან უაზრო და ბოროტი კანონია, იმიტომ რომ საქართველოში ალკოჰოლზე დამოკიდებულები ვართ თითქმის ყველა. ერთი მარტო ბიძინაა სტაფილოს წვენზე დამოკიდებული და ქოცები ბიძინაზე დამოკიდებული. დანარჩენი ყველა ვართ ასე თუ ისე ალკოჰოლზე დამოკიდებული. ნორმალური ხალხი ყველა ვსვამთ ცოტას. აბა ამათ ეხლა ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა. მაჭარ, აი ხედავ სად გავარტყი, ეხლა გონება მეც ხომ მაქვს ცოტა გახსნილი. ხო, ეს გადაობა შენც გეძღნება რომ ისე რო იცოდე. ამ კანონის მიხედვით რა გამოდის? თუ მაგალითად ინტოქსიკაციით კლინიკაში გადასხმაზე მიხვედით, შეგიყვანენ ალკოჰოლ დამოკიდებულების ბაზაში და შეიძლება სამსახური ვერასოდეს დაიწყო. ერთი სიტყვით ქართულმა ოცნებამ დაიწყო ხალხის დაფასოება.
დახარისხება ბრაკებად და საღ ადამიანებად. ანუ ესე ალაგებენ რა, ბრაკები, საღები და ასე შემდეგ. მოდი რეგიონებში ნახოთ რა ხდება. ხაშურში ერთ-ერთ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია 2022 წელს 300,000 ლარზე მეტი დაჯდა, ქარმა გადახადა სახურავი. ნახოთ რა კომენტარს აკეთებს ხაშურის მერია მომხდართან დაკავშირებით. ქარმა მუსიკალური სკოლის სახურავის მხოლოდ ის ნაწილი ახადა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო გაკეთებული. თურმე ეს ქარი რო უბერავდა, დახედა ზემოდან სახურავს, რაღაცა ეს ისე მოეჩვენა აქეთ. ეს აქეთ ამხარე ნაციონალების დროს გაკეთებული არაო. ხო და ამას მოუღებ ახლა ბოლოს და ამ ქარმაც მოუღო ბოლო. მე თურმე სახურავის ნატეხი გამოიქნია და ჩავარდა ორმოში, რომელიც ნაციონალების დროინდელი დაგებულ ასფალტში გაკეთდა და ამ ნატეხს გადაუარა ავტომობილმა და გაუსკდა საბურავი, რომლიდანაც ამოიფრქვა ნაციონალების დროს წნევით ჩადუნებული ჰაერი და ამ ჰაერმა დაწამლა მთელი რეგიონი. დიახასია და კიდევ რომ იცოდეთ, სამტრედია გრიგოლეთის ხიდი რომ ჩაინგრა, მაგაზე ნაციონალების დროს ნაყიდმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა და მაგდო ჩაინგრა. და საერთოდ ქართული ოცნება თვალებში ნაცარს რომ გვაყრის. იმიტომ ვერ მტყუდებით რომ ისე ნაცარი ნაციონალების დროს იყო შეძენილი და ესეთი უხარისხო იყო და იმიტომაც ვერ მტყუდებით ხედავთ ქართული ოცნების მმართველობის დროს ბუნებრივი მოვლენებიც როგორც საღად მოაზროვნე ინდივიდებად ჩამოყალიბდნენ. ეგ რა არის ქარმა ხო ახადა მხოლოდ ნაცების დროს გაკეთებული სახურავი, მერე ჭექაქუხილი დაწყებულა და ზუსტად ამ ადგილას მეხი დავარდნილა. და მეხი რომ დაეცა იატაკზე ამოწვა, აბაო მიგინდათ? ესე ამოიწვა ზემოდან, ბუნებამაც ეს დაწერა. ეგ რა არის, მე გავიგრო, თურმე ახალი წლის ღამით, მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლის ეზოებში მოთოვს, რათა მხოლოდ მათ შეძლონ თოვლის პაპების გაკეთება. ნაციონალების ეზოებში ისევ ისეთი ტალახი და წვიმა იქნება, როგორც ეს ადრე იყო, როგორც რეგიონებში აპყოფებდნენ, თვითონ როგორც აპყოფებდნენ ხალხს ტალახში და წვიმაში ისე იქნება ნაცების ეზოებში. თბილისის გარდა სხვადასხვა ქალაქებში აინთო ნაძვის ხეები. როგორ მიხარია, ჩვენ სიკეთით სავსე ქალაქშიც აინთო. მოდით ნახოთ რუსთავის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო. ფოტო რუსთავის მერიის Facebook გვერდიდან ნაძვის ხის ანთების ცერემონიიდან, სადაც ადამიანები მეორდებიან, ანუ სურათი ადამიანები ხატიან და ესე მეორდება ეს ადამიანები რამდენჯერმე. სხვა სურათებიც ჰქონდათ. უბრალოდ ის არ დადეს, იმიტომ რომ რუსთავის მერი და ნაძვის ხე 6 ჯერ მეორდებოდა ფოტოში. ამიტომ ის აღარ დადეს, ამიტომ ეს დადეს. თქვენ შეიძლება გეცინებათ ახლა, მაგრამ მე რუსთავის ნაძვის ხის ანთების ფოტო რომ ვნახე, დავმშვიდდი, შეიძლება რეალურად გვიჭირს ქვეყნიდან გავრბივარ და საქართველოს ცარიელდება, მაგრამ არ შედრკეთ ქართველებო. ფოტოშოპში გადაშენება არ გვიწერია. ყოველთვის გამრავლდებით ფოტოშოპში ოღონდ. ფოტოშოპში. მონოლოგის ბოლოს მინდა წინა საახალწლო სიურპრიზის შესახებ გამცნოთ. გილოცავთ მეგობრებო, ნახოთ რა საჩუქარი მოგვიბზადა ქართულმა ოცნებამ. დენის გადასახადი იზრდება. მოკლედ 2012-დან რომ უნდა განახევრებულიყო და ზოგიც ფიქრობდა რომ საერთოდაც უნდა გაუქმებულიყო, სწორედ იმ დენის ტარიფი ზრდება უკვე მეხუთედ. რით ვერ გაძღა რა, რით ვერ გაძღა, ჯერ მარტო ბენზინიდან 1 ლიტრიდან 1 ლარი ხო მიაქვს. ეს არ იყო და ახლა დენის ტარიფსაც აძვიდებს. რით ვერ დავასრულეთ ეს სააკაშვილი? იქიდანაც ვერ ისვენებს. იქიდანაც იხიდანაც ვერ ისვენებს. ამოხადა სული აღარ შეგვიძლია. ესეც შენი საახალწლო საჩუქარი მოსახლეობას. მოკლედ მოგმართავთ განსაკუთრებით ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერებს. ვისაც სუპი გაქვთ და სუპს ასჭამთ, ამ წელს ცოტა მეტი რაოდენობით მიირთვით, იმიტომ რომ იქითა წლიდან სუპის გაცხელება ძვირი დაგიჯდება და მე ადეკით და იწაკეთ. ცივი სუპი მაქვს, ცივ სუპს ამჭამ. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი დღევანდელი მონოლოგი. იმედია სულ მალე ჩემს შოუს გააფორმებს ბენდი თამურა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. დაბლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.
გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.